შეთანხმება, რომელსაც არავინ ელოდა. ისრაელის მიერ კატარზე განხორციელებული 9 სექტემბრის საჰაერო თავდასხმის შემდეგ საუდის არაბეთმა და პაკისტანმა ხელი მოაწერეს სტრატეგიულ ურთიერთთავდაცვის შეთანხმებას, რომლის სრული ტექსტი არ გასაჯაროებულა, თუმცა ვიცით, რომ თავდასხმა რომელიმე მათგანზე ჩაითვლება თავდასხმად ორივეზე, რაც ძალიან ჰგავს ნატოს მეხუთე მუხლს. საუდის არაბეთი, სადაც ისლამის ყველაზე წმინდა ქალაქები მექა და მედინა მდებარეობს, ახლა უსაფრთხოებას უკავშირებს პაკისტანს, ერთადერთ მუსლიმურ ბირთვულ სახელმწიფოს. რეგიონში ჩნდება ახალი სამხედრო ალიანსი, რომელიც კიდევ ერთხელ ცვლის გეოპოლიტიკურ რეალობას. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად არ ვიცით შეთანხმებაში ბირთვული თავდაცვის მექანიზმი რამდენად ფიგურირებს, საუდის ოფიციალურმა პირმა Reuters განუცხადა, რომ ეს არის ყოვლის მომცველი თავდაცვითი შეთანხმება, რომელიც მოიცავს ყველა სამხედრო საშუალებას. ანუ პრაქტიკულად, საუდის არაბეთი აღმოჩნდა ბირთვული ქოლგის ქვეშ, ბირთვული იარაღის გარეშე. ამ ვიდეოში კი გავარკვევთ, რატომ გადაწყვიტეს საუდის არაბეთმა და პაკისტანმა თავდაცვითი პაქტის გაფორმება, რა გეოპოლიტიკური მიზნები დგას ამის უკან და როგორ შეიძლება ამ შეთანხმებამ შეცვალოს გლობალური და რეგიონული ძალთა ბალანსი. შემოწმე ხარ თუ არა ჩემი გამომწერი და დავიწყოთ. მე ქეთევან ჭინჭარაძე ვარ, ეს კი დამოუკიდებელი ანალიტიკური ინიციატივა ცნობისთვის. ამერიკის შეერთებული შტატები მრავალი ათწლეულებია სპარსეთის ყურის ქვეყნების უსაფრთხოების გარანტორად ითვლება. ყველაფერი კი მეორე მსოფლიო ომის დროს დაიწყო, როცა ყურის ქვეყნები, განსაკუთრებით საუდის არაბეთი, ქუვეითი, ბაჰრეინი და არაბთა გაერთიანებული საამიროები მსოფლიოს ენერგეტიკულ ცენტრად გადაიქცნენ. დასავლეთის ეკონომიკა კი მათი ნავთობის ექსპორტზე გახდა დამოკიდებული. ამ დროს შეერთებულმა შტატებმა დაინახა აუცილებლობა დაეცვა რეგიონში არსებული რეჟიმები და ენერგორესურსების სტაბილური მიწოდება, რაც ცივი ომის დროსაც გაგრძელდა საბჭოთა კავშირის გავლენისა და ენერგეტიკული კრიზისის შესაკავებლად. ამ მიზნით შეერთებულმა შტატებმა სხვადასხვა მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები გააფორმა. მაგალითად, 1945 წელს პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტი საუდის არაბეთის მეფე აბდულ აზიზ ბინ საუდის შეხვდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეერთებულ შტატებს ენერგორესურსების დამატებითი წყაროები ესაჭიროებოდა, ხოლო საუდის არაბეთი ახალ გლობალურ წესრიგში საკუთარი რესურსების დაცვის გარანტიას ეძებდა. სწორედ აქედან გახდნენ საუდის არაბეთი და შეერთებული შტატები მნიშვნელოვანი მოკავშირეები. 1980-იან წლებში შეერთებულ შტატებში გაჩნდა პრეზიდენტ კარტერის დოქტრინა, რომელიც გულისხმობდა ამერიკის ინტერესების დაცვას ახლო აღმოსავლეთში, რაც ასეც მოხდა. ირან-ერაყის ომის პერიოდში ამერიკული სამხედრო ფლოტი უზრუნველყოფდა ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოებას, რომელიც ცნობისთვის მაყურებელმა უკვე კარგად იცის, რომ სპარსეთის ყურეს ინდოეთის ოკეანესთან აკავშირებს, ამ გზაზე კი მსოფლიო ნავთობის მოხმარების დაახლოებით 20-25% გადის. კარტერის დოქტრინის პიკად კი 1991 წლის სპარსეთის ყურის ომი მოიაზრება, როცა ამერიკულმა ძალებმა დაიცვეს საუდის არაბეთის ნავთობის საბადოები, ხოლო საუდის არაბეთმა შეერთებულ შტატებს სანაცვლოდ საწვავი და დაფინანსება გამოუყო. ასევე აღსანიშნავია ამერიკის მეხუთე საზღვაო ფლოტის განთავსება ბაჰრეინში 1995 წელს, რომელიც დღემდე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზღვაო ცენტრია რეგიონში. არ უნდა გამოგრჩეს 1996 წელს კატარში დაარსებული ალ-უბეიდის უდიდესი საჰაერო ბაზაც, საიდანაც იმართება ამერიკის ოპერაციები ახლო აღმოსავლეთში, რასაც დეტალურად წინა ვიდეოში ვისაუბრებ. სწორედ ამ ბაზებმა მისცა შეერთებულ შტატებს საშუალება მოეპოვებინა გავლენა ახლო აღმოსავლეთში, ემართა კრიზისები და დაეცვა მოკავშირეები, მათ შორის ისრაელი და ნავთობის ინფრასტრუქტურა. ამ ურთიერთობებში იყო წყვეტაც 1970-იან წლებში. იამ-ქიფურის ომისას, რომელსაც არაბულ სამყაროში მეოთხე არაბ-ისრაელის ომის სახელით იცნობენ. ამ დროს არაბულმა ქვეყნებმა დასავლეთის ქვეყნებს, მათ შორის შეერთებულ შტატებს, ნიდერლანდებსა და პორტუგალიას, ნავთობზე ემბარგო დაუწესეს ისრაელის მხარდაჭერისათვის, თუმცა 1974 წელს შეერთებულ შტატებს ემბარგო მოუხსნეს და მეტიც, სწორედ ამ დროს გაფორმდა ნავთობის დოლარში გაყიდვის შეთანხმება შეერთებულ შტატებსა და საუდის არაბეთს შორის. ამერიკული იარაღის მიღების სანაცვლოდ.
ეს თანამშრომლობა კი დღემდე გრძელდება. უფრო თანამედროვე მაგალითია 2017 წელს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ვიზიტისა საუდის არაბეთში 350 მილიარდ დოლარიანი სამხედრო გარიგება, რომლის მიხედვითაც 110 მილიარდი დოლარის ოდენობის იარაღს საუდის არაბეთი დაუყოვნებლივ მიიღებდა, დანარჩენს კი მომდევნო 10 წლის განმავლობაში. თუმცა, საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინც მუჰამედ ბინ სალმანს ქვეყნის უსაფრთხოების გამტკიცებისათვის უფრო მასშტაბური მიზნები ჰქონდა. მას უნდოდა შეერთებული შტატებისაგან ოფიციალური უსაფრთხოების გარანტიები დოკუმენტის სახით, ამერიკული მაღალი კლასის სამხედრო ტექნიკის, მათ შორის F-35 ტიპის გამანადგურებლების მიღება და ამერიკის ღია მხარდაჭერა სამოქალაქო ბირთვული პროგრამის განვითარებისათვის. ჯერ კიდევ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში 2024 წლის მაისში ბაიდენის უსაფრთხოების მრჩეველი საუდის პრინც მუჰამედ ბინ სალმან შეხვდა. სადაც მხარეებმა განიხილეს უსაფრთხოების შეთანხმების ნახევრად საბოლოო ვერსია, რომლის სანაცვლოდაც საუდის არაბეთი ისრაელთან დაიწყებდა ურთიერთობების ნორმალიზებას. ისრაელი ჰამასის ომის ფონზე ეს დინამიკა შეიცვალა. ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში შეერთებული შტატები და საუდის არაბეთი შეთანხმდნენ, რომ ამერიკა მას 152 მილიარდი დოლარის ოდენობის იარაღს მიყიდდა, თუმცა უცნობია ჩამონათვალში იყო თუ არა F-35 ტიპის გამანადგურებლები, რომლებიც ამ ეტაპზე მხოლოდ ისრაელს აქვს ახლო აღმოსავლეთში. ტრამპმა ასევე სიტყვიერად მხარი დაუჭირა საუდის არაბეთის სურვილს აწარმოოს ატომური ენერგია სამოქალაქო გამოყენებისათვის. ეს ნავთობით მდიდარი ქვეყანა მისდად ისახავს 2022 წლისათვის მეტი ელექტროენერგიის წარმოებას გარემოს დაბინძურების შემცირების მიზნით. როცა ტრამპი საუდის არაბეთს ეწვია 2025 წლის მაისში, ვიცით რომ ვიზიტისას საუდის არაბეთის ატომური ენერგიის წარმოების შესაძლებლობაც განიხილებოდა, თუმცა კონკრეტული შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული. როგორც ხედავთ, გარკვეული ნაბიჯები მართლაც გადაიდგა, თუმცა საუდის არაბეთმა ვერ მოახერხა ვერც ერთი მთავარი მიზნის მიღწევა ოფიციალური გარანტიების დონეზე. ეს კი იმ ფონზე, როცა ისრაელმა კატარში, სადაც ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამხედრო ბაზაა განთავსებული, ჰამასის ლიდერებზე საჰაერო თავდასხმა განახორციელა. ისრაელსა და ჰამას შორის ომმა თითქოს კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ამერიკის მთავარი პრიორიტეტი ახლო აღმოსავლეთში არის ისრაელი, მისი უსაფრთხოება და შეიარაღება. ამიტომ საუდის არაბეთმა პრაქტიკული ნაბიჯი გადადგა თავისი უსაფრთხოების გასამყარებლად და ხელშეკრულება ბირთვულ პაკისტანთან გააფორმა. მაგრამ რატომ მაინც და მაინც პაკისტანი? პაკისტანთან თავდაცვის შეთანხმება წარმოადგენს საუდის არაბეთის მცდელობას მოიპოვოს სტრატეგიული ავტონომია, მიუხედავად იმისა, რომ ეს გადაწყვეტილება უცაბედი და მოულოდნელი შეიძლება ჩანდეს, სხვადასხვა მონაცემებით მასზე მუშაობა დაახლოებით 2 წლის მანძილზე მიდიოდა. კატარში მომხდარმა ისრაელის საჰაერო დარტყმამ კი ეს პროცესი უბრალოდ დააჩქარა. ერიადისა და ისლამაბადის თანამშრომლობა მრავალ ათწლეულს ითვლის. მაგალითად, როცა ისლამაბადმა 1998 წელს ბირთვული გამოცდები ჩაატარა, პაკისტანის ეკონომიკა თითქმის კატასტროფის ზღვარზე იდგა. ქვეყნის უცხოური სავალუტო რეზერვები 400 მილიონ დოლარამდე დავიდა, მაშინ როცა საგარეო ვალი 32 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ატომური იარაღის დატესტვის შემდეგ დაწესებულმა დასავლურმა სანქციებმა პაკისტანი გაკოტრების პირას მიიყვანა, მაგრამ ის სწორედ საუდის არაბეთმა იხსნა. ერიადი ისლამაბადს დღეში 50,000 ბარელი ნავთობის მიწოდებაზე დათანხმდა მთელი წლის მანძილზე, 3 წლიანი გადახდის პირობით. მოგვიანებით კი საუდის არაბეთმა პაკისტანს ეს დავალიანება აპატია და დახმარებაც ჩაუთვალა. ამ დროს ნავთობის ფასები $10 იყო დაცემული ბარელზე, რის გამოც პაკისტანის დახმარებისათვის საუდის არაბეთმა თვითონ ბიუჯეტური დეფიციტი განიცადა. თუმცა, სწორედ ამ კრიზისულ პერიოდში გაწეულმა დახმარებამ შექმნა საუდი-პაკისტანის ურთიერთობების ფუნდამენტი. 2018 წლის ფინანსური კრიზისის დროსაც ისლამაბადს ისევ ერიადი დაუდგა გვერდში 6 მილიარდ დოლარიანი დახმარებით. აქედან 3 მილიარდი დოლარი საგადასახადო ბალანსის მხარდასაჭერად გამოუყო და დამატებით 3 მილიარდი დოლარი ნავთობის იმპორტის დაფინანსებისათვის. თუმცა რეალური გარდამტეხი ეტაპი ამ ურთიერთობაში სწორედ ახლა დგება თავდაცვის ხელშეკრულების დადების შემდეგ.
სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებს უკვე წლებია პაკისტანის არმია სანდო და ბირთვული შესაძლებლობების მქონე შეკავების ძალად მიაჩნიათ, ხოლო 2025 წლის მაისში ინდოეთთან მომხდარმა შეტაკებამ ეს რწმენა კიდევ უფრო გაამყარა. პაკისტანს სჭირდება ენერგეტიკული და ფინანსური მხარდაჭერა, ხოლო საუდის არაბეთს უსაფრთხოების ძლიერი პარტნიორი. ამიტომაც მათი კავშირი ერთმანეთის საჭიროებებზე დაფუძნებული სტრატეგიული ალიანსია. თუმცა ამ ხელშეკრულებას თან ახლავს უსაფრთხოების რისკებიც, რადგან საუდის არაბეთი დაპირისპირებულია ირანთან და იემენთან, ხოლო პაკისტანი ინდოეთთან და ავღანეთთან. აქედან კი ინდოეთის მიმართულება ყველაზე რთული და საინტერესოა. მაშინ როცა ინდოეთი და პაკისტანი ერთმანეთს ქაშმირის რეგიონში უპირისპირდებიან, რაზეც ამ ვიდეოში დეტალურად ვისაუბრე, საუდის არაბეთი ინდოეთის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება. ინდოეთს საუდის სამეფოდან ნავთობის 18%-ზე მეტი შემოაქვს და ის მისი მეოთხე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. 2025 წელს ქვეყნებს შორის ორმხრივმა ვაჭრობამ დაახლოებით 42 მილიარდ ამერიკულ დოლარს მიაღწია, ხოლო მიმდინარე წლის აპრილში ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი სამჯერ ეწვია საუდის სამეფოს. შესაბამისად, პაკისტანისა და საუდის არაბეთის სამხედრო შეთანხმება ორივე ქვეყნისათვის ახალ გაურკვევლობებს აჩენს ინდოეთთან ურთიერთობებში. პაკისტანს რეალურად არ სჭირდება საუდის უსაფრთხოების გარანტიები. მისი არმია უკვე ფლობს ბირთვულ შეკავების ძალას, საკუთარ სამხედრო მრეწველობას და ჩინურ იარაღს, რაც მას საშუალებას აძლევს დამოუკიდებლად დაიცვას თავი. მაგრამ საუდის არაბეთთან პარტნიორობით ის შეძლებს მომარაგების ჯაჭვის ლოჯისტიკისა და ეკონომიკური სისტემის გაძლიერებას, განსაკუთრებით სანქციების ფონზე. პაკისტანს უკვე შეუძლია თავისი იარაღის არსენალი და სამხედრო მრეწველობა გაზარდოს იმაზე მეტად, ვიდრე მისი ეკონომიკა მისცემდა საშუალებას. ეს კი ისლამაბადს მისცემს ომის წარმოების ისეთ შესაძლებლობას, როგორიც აქამდე არასდროს ჰქონია, რაც ინდოეთისათვის დამატებითი შემაკავებელი ფაქტორია. ეს შეთანხმება არანაკლებ ღირებულია საუდის არაბეთისთვისაც. ერიადი სულ უფრო აღშფოთებული იყო ისრაელის სამხედრო კამპანიით ღაზას სექტორში. სატახტო პრინცმა მოჰამედ ბინ სალმანმა ისრაელი გენოციდშიც კი დაადანაშაულა და ქვეყნის საგარეო მინისტრმა მკაფიოდ თქვა, რომ ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზება გამორიცხულია ომის დასრულებამდე და პალესტინის სახელმწიფოს შექმნისკენ ნაბიჯების გადადგმამდე. შესაბამისად, პაკისტანთან თავდაცვის ხელშეკრულება ერთდროულად წარმოადგენს სიგნალს ვაშინგტონისა და თელ-ავივისადმი, რომ ერიადს შეუძლია საკუთარი უსაფრთხოების პოლიტიკა თვითონ განსაზღვროს. პაკისტანთან თავდაცვის შეთანხმებით საუდის არაბეთმა ფაქტობრივად მიიღო ბირთვული დაცვა ბირთვული იარაღის გავრცელებლობის ნორმების დარღვევის გარეშე, ხოლო პაკისტანმა მოიპოვა ახლო აღმოსავლეთის ყველაზე ძლიერი ფინანსური პარტნიორი საერთაშორისო სავალუტო ფონდის პირობებისა და ფინანსური შეზღუდვების დარღვევის გარეშე. აშკარაა, რომ შეერთებული შტატები არ აპირებს ამ გეოპოლიტიკურ ცვლილებებს გულხელთ დაკრეფილმა უყუროს. პაკისტანისა და საუდის არაბეთის სამხედრო ხელშეკრულებიდან მალევე დონალდ ტრამპმა წამოჭრა საკითხი ავღანეთში მდებარე ბაგრამის სამხედრო ბაზის დაბრუნებასთან დაკავშირებით, რომელიც პაკისტანის საზღვართან ახლოს მდებარეობს. 2021 წელს ავღანეთიდან შეერთებული შტატების ძალების გამოყვანის შემდეგ ბაგრამის ბაზა თალიბანის ზედამხედველობის ქვეშ გადავიდა, თუმცა ახლა შეერთებული შტატები მისი დაბრუნებითაა დაინტერესებული და როგორც ტრამპი აცხადებს, ცუდი ამბები დატრიალდება, თუ ეს ასე არ მოხდება. ვაშინგტონი ახლა შესაძლოა ეძებდეს გზებს, როგორ დაზვერვოს და გაანეიტრალოს პაკისტანიდან წამოსული შესაძლო საფრთხეები. ამისათვის კი ბაგრამის ბაზა გეოგრაფიულად იდეალურად არის განთავსებული. თუმცა მანამდე პაკისტანმა დონალდ ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინა 2025 წელს ინდოეთსა და პაკისტანს შორის კონფლიქტის დასრულებისათვის, ხოლო საუდის არაბეთმა 600 მილიარდი დოლარის ინვესტიცია დაანონსა შეერთებულ შტატებში. თქვენი აზრით, როგორ გაგრძელდება ურთიერთობების დინამიკა შეერთებულ შტატებს, საუდის არაბეთსა და პაკისტანს შორის? დარჩება თუ არა საუდის არაბეთი ისევ ამერიკაზე დამოკიდებული უსაფრთხოების თვალსაზრისით და რა როლი ექნება პაკისტანისა და საუდის არაბეთის პაქტს ინდოეთისა და პაკისტანის დაპირისპირებაში ქაშმირის რეგიონში? გამიზიარეთ კომენტარებში. შეგახსენებთ, რომ ცნობისთვის fyigeo.com-ზე თქვენ უკვე შეგიძლიათ წაიკითხოთ, უყუროთ ან მოусმინოთ ჩვენს ანალიზს. მიღეთ თქვენთვის სასურველი ინფორმაცია თქვენთვის სასურველ ფორმატში.
fyigeo.com-ზე ასევე შეძლებთ ყველა იმ წყაროს ნახვას და გადამოწმებას, რასაც კონტენტის შესაქმნელად ვიყენებ. მადლობა ერთგულ მაყურებელს, ახალ მაყურებელს კი შეგახსენებთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი და გამოგყვეთ Instagram-ზე, TikTok-ზე, X-ზე და Spotify-ზე. ცნობისთვის არის დამოუკიდებელი ინიციატივა სპონსორის გარეშე და განვითარებაში, მხოლოდ თქვენ გვეხმარებით. მე კი ამ ვიდეოში შეგხვდებით, სადაც კატარის გეოპოლიტიკურ დაწინაურებაზე ვსაუბრობ.